ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსთან ერთად უკვე წლებია არასამთავრობო სექტორიც აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლის უფლებები მეტნაკლებად დაცულია, საზოგადოებაში ძალადობის ფაქტები არ შემცირებულია. როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ეს პრობლემა წინა წლებთან შედარებით არ არის ისე ტაბუირებული, თუმცა პრობლემა მაინც მწვავეა, ცხელია, იმდენად რამდენადაც მაინც არიან არა მარტო მოქალაქეები საზოგადოებაში, არამედ საჯარო მოხელებიც კი, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ არ არის ეს პრობლემა ისე აქტუალური და არ არის პრიორიტეტული. ზოგადად საზოგადოებაში უკვე არსებობს აზრი იმისა, რომ უკვე ასე ვთქვათ, ქალები უფრო თამამად აცხადებენ ამ პრობლემაზე, თამამად საუბრობენ საკუთარ ოჯახურ კონფლიქტებზე შეუძლიათ ღია დისკუსიებში გამართონ, ჩაერთონ, მიმართონ, ასე ვთქვათ, შესაბამის ორგანოებს და დაიცვან საკუთარი თავი. ეს უკვე, რა თქმა უნდა, არის შედეგი, თუმცა პრობლემა ისევ აქტუალურია და კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები არის ქმედით გასატარებული. იმ მამაკაცს, რომელსაც ნამდვილად ფიზიკურად მეტი ძალა აქვინემ ქალს, თავის თავში იმდენი ძალა უნდა მოძებნოს, რომ ქალზე ხელი არ აღმართოს. ყოველნაირი ძალადობა, დაწყებული ოჯახური ძალადობი და დამთავრებული, რაც ახლა მსოფლიოში ასე ბლომად მომრავლდა, ეს დასაგმობი არასაკურველია და ყოველმა ადამიანმა იმის წინააღმდეგ უნდა აიმაღლოს ხმა, მით უმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვისი მთავარი მისიაც უნდა იყოს, არა მარტო აკრძალოს ეს ძალადობა და ამას ალბათ ვერავინ ვერ აკრძალავს, არამედ უნდა ვასწავლოთ ხალხს, რომ ძალადობა ნამდვილად ბოროტებაა. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი დაცულია, ხშირ შემთხვევაში მათ არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. პრობლემებზე საუბარს ღიად ერიდებიან და ფატალურ შედეგებს ვიღებთ. ჩვენი ორგანიზაცია ქალთა ძალადობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. 2006 წელს სახელმწიფომ მიიღო კანონი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რაც ხელს უწყობს მათი უფლებების დაცვას. ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს, როცა ძალადობის მსხვერპლია. სწორედ ამ კუთხით მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი მიზანია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ოჯახურ და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცოტას საუბრობენ. აქტიურად ვართ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კამპანიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში უჭირთ განსაზღვრა იმისა, ძალადობის ფაქტებმა იკლო თუ იმატა. ამ დროისათვის საია 10-მდე ძალადობის მსხვერპლის უფლებებს იცავს. მათი განმარტებით, თუ კი მსხვერპლი ღიად ისაუბრებს პრობლემების შესახებ, მისი აღმოფხვრა შედარებით იოლი გახდება. თუკი ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს მაგალითად წინა წლებთან შედარებით და გავაკეთებთ ანალიზს უკანასკნელი წლის მონაცემებისა, მივიღებთ იმგვარ შედეგს, რომ გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა არის გაზრდილი. მაგალითად, წლევანდელ სამგარიშო პერიოდში ქუთაისის ფილიალი აწარმოებდა 10 მსხვერპლის მიმართ საადვოკატო მომსახურებას და 10 მსხვერპლის სასარგებლოდ გამოიცა დამცავი ორდერი. თუ კი გავითვალისწინებთ წინა წლების შემთხვევებს, ამგვარი მაჩვენებელი იყო 1 ან 2. იმის თქმის საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს, რამდენად შემცირდა თუ გაიზარდა ოჯახში ძალადობის ფაქტები, იმიტომ რომ შესაძლოა მომართვიანობა არ იყო მაშინ, ან და გარკვეული შემზღუდავი გარემოებები არსებობდა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ის, რომ საადვოკატო საქმეები მაგალითად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ გაზრდილია, ამის თქმის საშუალება გვაქვს. ძალადობის მსხვერპლთათვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის კონსულტაციები, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ხდებიან მოძალადეები. ფსიქოლოგის ჩართვა ძალადობის შემთხვევაში აუცილებელია, იმდენად რამდენადაც ძალადობის მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის დეპრესიულ მდგომარეობაში, ის ხშირად იკეტება საკუთარ თავთან და ეს უკვე მძიმე დეპრესიაში გადადის, რომელმაც შეიძლება გარკვეული ფსიქიკური აშლილობა ან სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
კიდევ უფრო ვარესი, თუ ეს ქალბატონი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, მან შიგ გულში ჩადებული ეს მისი პრობლემა ვერ ამოუშვა და ვერ განთავისუფლდა, შეიძლება მან იმოქმედოს ბავშვებზე. ანუ ძალადობა მოახდინოს საკუთარ შვილზე და ანუ ჯაჭვივით მიდის შემდეგ ეს დედაშვილზე და ის ბავშვი მეგრე, როდესაც დედას ვერაფერს ეუბნება, შეიძლება სხვა ბავშვზე გააკეთოს ძალადობა და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე კარგია რომ ქალბატონი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართოს ფსიქოლოგს, რომ მისი სული განთავისუფლდეს, ისწავლოს ის, რაც მას ჭირდება ცხოვრებაში, რომ არ იყოს დაჩაგრული, არ იყოს მსხვერპლი, დაიცვას მისი უფლებები. ფსიქოლოგები ძალადობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს მიიჩნევენ. საკმაოდ მოიმატა ძალადობა თელს სოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც უკუჩვენება ის არის, რომ საზოგადოება არის გაღიზიანებული. ეს ძალადობა შეიძლება სხვადასხვა რამემ გამოიწვიოს, უფრო მეტად ეს ეკონომიკური პრობლემების გამო არის და რაღაცას ვერ ართმევენ თავს და ამ დროს ძალადობენ უფრო სუსტზე. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიას 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ყოველწლიურად უერთდება. ღონისძიების მონაწილეები გმობენ ძალადობას და საზოგადოებას მის წინააღმდეგ აქტიურად ბრძოლას მოუწოდებენ.